ამაზე გარეთ მუშაობდა, გარედან შევქონდა ეს მასალა. ჩემი მძღოლი, ორივე მძღოლი ამ საქმით იყო დაკავებული, რომ სადმე თუ რამე იყო, აი ნახეთ ახლა მოგზანდით, აი შეხედეთ რა დონეზეა ეს ხატები გაკეთებული. შეხედეთ. აი შეხედეთ. აი ეს არის ყველაფერი ისეთი ხე, რომელიც იჭრება. ეს რა არის, წაიკითხე? დამზადებულია. დამზადებულია ციხეში გელა ბარკალაიას მიერ. რომელ წელს? 20 თებერვალი 2021 წელი. ამას ყველაფერს თავისი სახელი აქვს. მოდი, ეს კიდევ კარგად აჩვენე. ბატონო გელა, თქვენ ხალხის გაოცებას არ წყვეტით, ხომ? აი უყურეთ. არც თანამშრომლების. აი შეხედეთ. აი აქედან მიგზავნიდნენ და კიდევ მინდა წამოვბრძანდით, კიდევ მინდა ერთჯერ დიდი მადლობა აქედან მობრძანდი მარი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ბიჭებს, იმ პატიმრებს, ყოფილ პატიმრებს, ზოგიც ახლა ძის ციხეში, გადაუხადო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათ შექმნეს. ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა ჩვენ ამაში, ეს არ არის მარტივი. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ნარდი იქნება თუ ჭადრაკი თუ ნებისმიერი რამე ერთ ადამიანს არავის არ გააჩნია და არასდროს არ გააჩნდა. ეს არის ერთი კაცის გელა ბარკალაიას, რომელიც იქნება ჩემს მუზეუმში. ძალიან მალე მაგარი მუზეუმი გვექნება და ბევრი რაღაცა კიდე რა ვიცი. მე მინდა კიდევ ერჯერ დიდი მადლობა გადაუხადო ციხის ადმინისტრაციას, ვინაიდან მოგცეს საშუალება. როცა იცის ციხის ხელმძღვანელობამ, რომ შენ წესიერი კაცი ხარ, მაგრამ მოხვდი ციხეში, ის არ კითხულობს რატომ მოხვდი. ყველას ერთნაირად ექცევიან, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ მე ამას შევძლებდი. და გოგა სანოძეს როცა ვთხოვე, რომ ამას გავაკეთებ, მეთქი ვერც კი წარმოედგინა, რომ ეს გაკეთდებოდა. მაგარი ცეხია თვითონ იმაში ციხეში და აი წარმოიდგინე, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ აი ეს სიტყვები დღეს მეთქვა. ყველა ციხის უფროს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და კიდევ ერთჯერ აჩვენეთ, მარი ეს დაიკავე. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აი ამის გაკეთებას რამდენი ნერვები ჭირდება. შეხედეთ. აი შეხედეთ.